იღუმენი ნიკონე, სიმდაბლე, წერილი მეორე. მშვიდობა შენდა და ცხონება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, ძვირფასო ლიზა. დროა იცოდე, რომ მტერი არ მოასვენებს არავის, ვისაც ცხონება უნდა და შესაბამისად მასთან ბრძოლა სიკვდილამდე არ შეწყდება. საკუთარი ძალით მას ვერავინ აჯობებს, სწორედ ეშმაკის საქმის განსაკარვებლად მოვიდა კიდეც სოფლად უფალი. ის იბრძვის ეშმაკისა და ცოდვების წინააღმდეგ, მათთან ერთად, ვინც მუდამ უხმობს მის შეწევნას. კაცი თავადაც მთელი თავისი ძალებით უნდა აღუდგეს წინ ცოდვას და ეშმაკს. მოიხმარს რა იარაღად უფლის, მოციქულებისა და წმინდა მამების მიერ მითითებულ საშუალებებს. მართლმადიდებლისთვის ეშმაკის წინააღმდეგ მოქმედი იარაღებია მარხვა, ლოცვა, მღვიძარება, სიმდაბლე. სიმდაბლის გარეშე ვერავით არის საშუალებები ვერ გვიშველის. არც უფალი შეეწევა ამ პარტავანსა და თავდაჯერებულ კაცს და იგი უსათუოდ მტრის სხვადასხვა ხაფანგებში გაიხლართება. ვისაც მტრის ძლევა და ნევებისაგან განთავისუფლება სურს, მაგრამ მას მოცემული იარაღით არ ებრძვის, ის აშკარაა ვერც გაიმარჯვებს. რაც უფრო დაბალია კაცი, მით უფრო მალე დაიხსნის თავს მტრისაგან. ისიც უნდა დავძინოთ, რომ ძვირის ხსენება განაკარვებს ლოცვის ძალას, რადგან უფალი არ იწყნარებს ლოცვას იმ ადამიანისაგან, ვისაც შუღლი აქვს მოყვასთან ან ძვირის მოხსენეა და უბრძანებს, რომ პირველად წავიდეს და შეურიგდეს მას. თვით სათნო ლოცვის გარეშე კი კაცი მარტო დარჩება და მაშასადამე მტერი საბოლოოდ მოერევა. ისიც კი, ვინც სწორად იბრძვის, ერთბაშად ვერ ძლევს მტერს. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. სწორად იბრძოლე, ეცადე ყველასთან მშვიდობა ჰქონდეს. ისწავლე მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა. დამდაბლდი ღვთისა და კაცთა წინაშე, მაშინ ერთი მეორის მიყოლებით დაამხობ გოლიათებს და ცოდვის ტყვეობისაგან განთავისუფლდები. არც ერთი სულიერი მოძღვარი არ განეწყობა უარესად იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გურწრფელად ინანიებს ცოდვებს, რა სახისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს მტრის მახია, რომ მონანულმა თავისი ცოდვები დამალოს და შენდობა არ მიიღოს. პირიქით, თუ სულიერი მოძღვარი მორწმუნე კაცია, უკეთესადაც განეწყობა, ესაა აღსარების საიდუმლო თვისება. დეიდასა და სხვა ადამიანებს, რაც შეეხება, ეს წესი უნდა გახსოვდეს. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. მოითმინეთ ყველა სამართლიანი თუ უსამართლო საყვედური, ცილისწამება, ლანძღვაგინება, ვინაიდან ისინი სასარგებლონი არიან. განწმენდნენ სულს ცოდვებისაგან და შეეწევიან სიმდაბლის მოპოვებას. თუ ამას შენ თვითონ არ აღუდგები წინ. თქვი ავაზაკის მსგავსად, სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. მონაზვნებს არსად არ წაიყვანენ, იმად გარდა, ვისაც გრძელი ენა აქვს. ენა დაიმოკლონ, თუ არ უნდათ, რომ მონასტრის კედლებს მიღმა აღმოჩნდნენ. ღმერთმა შეგინდოს ყველაფერი, თვალყური ადევნე საკუთარ თავს, თხენი ბოროტნი არიან და სიკვდილით შორს არ არის. ეცადე ყოველ დღე შეახსენო თავს, რომ მალე უფლის სამსჯავროს წინაშე წარსდგები და რა პასუხს გასცემ მას. მოსწყდი ამას სოფელს და მის ამაოებას. ყველა შეუნდე, ყველასთან მშვიდობა გქონდეს. უმეტესად შინიყავი და უსაქმოდ ნუიქნები. არამედ ილოცე ან ფსალმუნები იგალობე. ცოტა იკითხე, აუცილებელი საქმეები იესოს ლოცვისა და ღვთის ხსოვნით აკეთე. შეინანე, იგლოვე, უფლის წინაშე შენი ურიცხვი ცოდებისათვის. მაშინ უფალი
მოგიტევებს და შეგიწყნარებს საუკუნო ცხოვრებასა და ნეტარებაში. შემინდე 1950 წელი.